გახმოვანებულია აჭარა.com-ის მიერ. დაისვენე აქ, მე ადგილს მოვძებნი. უკაცრავად, შეიძლება რაღაც გითხოთ? რა გინდა? ღამის გასათევი მჭირდება. ჩემი მეუღლე ორსულად არის. არა, ვერ დაგეხმარებით. ძალიან ბევრი ადამიანი მყავს. ვერ ხედავ? სწრაფად დახურე კარი. რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ კარი დახურა? ვერაფერი. მაგრამ სხვა ადგილს მოვძებნი. თავს როგორ გრძნობ? არ მომწონს მარტო რომ გტოვებ. შეძლებს სიარულს. დამეყდენი. არა. აქ დარჩი. ღმერთი დაგვეხმარება. მისმინეთ, აზრი არ აქვს ბეთლემში სიარულს. ყველა ღამის გასათევი სავსეა. არც ერთი არ მიიღებს თქვენს მეუღლეს ამ მდგომარეობაში. წამოდით, გაჩვენებთ. ვირით წამოიყვანეთ. მოიქეცით ისე, როგორც გეტყვით. თუ ამ ჭიშკარს გაცდებით, იერუსალიმის გზას დაადგებით. საჯინიბოებს დაინახავთ. შორს არ არის. ახლა სითბო. სიმშრალე და თივა გჭირდებათ. გაიხედეთ. აი, იქ ხედავთ? კარგით. თუ შევძლებ, მოვალ და დაგეხმარებით. თუ ვინმე უარს გეტყვით, უთხარით, რომ აბიგეილმა გამოგიშვათ. აბიგეილი. სახელი დაიმახსოვრეთ. დავიმახსოვრებთ. მადლობა.
შეხედე, მარიამ. რა ლამაზი ბავშვია. მოდი აქ დააწვინე. ნახოთ თუ არის მშრალი თივა რომ გატბეს. გოგოს მე მივხედავ. წყალი მომაწოდე. მომეცი. კარგი. ვინ ხარ? რა გინდა? შენთვის აქ არ არის ადგილი. გაეთრიეთ, გესმის? ვერ ხედავთ რომ ამ საწყალმა გოგომ ახლა იმშობი არა? სწორედ ამიტომ მოვედით. ასე გვითხრეს. ვინ გითხრათ? იმ მინდვრებიდან მოვდივართ. ვიღაც მამაკაცი მოვიდა არსაიდან. ანგელოზი. თქვა, რომ ისრაელი დაქსაქსულია. შემდეგ თქვა, რომ ამაღამ წყემსი დაიბადება. თქვენს გამო მოვიდა. გაჭირვებულთათვის. ამიტომ მოხვედით? დიახ. მან თქვა, რომ დღეს დავითის ქალაქში ხსნელი დაიბადება. დიდება უფალს. და მშვიდობა დედამიწაზე მათ, ვინც მას უყვარს. შემოდით. მათ ჩემი საზღვარი გადაკვეთეს. არც ერთი მათგანი არ მომესალმა. შეიარაღებულნი არიან? ძიმედ არა თქვენ უდიდებულესობავ. ისინი შორს გასამგზავრებლად იყვნენ აღგაზმულნი. აქ არ მოდიოდნენ? აქ თუ არა, მაშინ სად? ბეთლემში თქვენ უდიდებულესობავ. ვარსკვლავს მიყვებოდნენ. ახალ ვარსკვლავს. ბეთლემი? ბეთლემ ეფრატა. შენ ყველაზე პატარა ხარ. როგორ ჟღერს ეს ფრაზა? შენ ბეთლემ ეფრატა. პატარა ხარ ათასობით იუდეველს შორის. შენგან გამოვა ის, ვინც ისრაელის მმართველი გახდება. პირველი დღიდან უსასრულობამდე. From the days of eternity. ისრაელის მმართველი.
დააკვირდით ამ მოგზაურებს. მუდმივად. და ყველა ახალდაბადებული ბეთლემელი ბავშვის სახელი მითხარით. Darkness covers the earth, and dark night the nations. The Lord shall shine upon you. შემოდით. გვირდებით. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოვილაპარაკეთ. ნუ ღელავთ. მოდით. ბორშა. უფალმა უთხრა აბრაამს: იყავი ჩემი მოკავშირე და წინ დაცვითე ყოველი მერვე, ახალდაბადებული ბავშვი ისრაელში, ამინ. ეს არის უფლის ნიშანი და ხორცი უფალსა და მის ხალხს შორის. ბავშვის სახელი. იესო. And the nations of the world shall march towards სად არის? ახლა შევძლებ მოვკვდე ღვთისგან დაჯილდოებული. შენი სიტყვის თანახმად. მე სვიმეონი ვარ, მოხუცი კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ამ მომენტს ელოდა. ახლა კი ჩემმა თვალებმა იხილა ბავშვი, რომელიც ხალხს მშვიდობას მოუტანს. შუქს შეიტანს წარმართებში და დიდებას ებრაელ ხალხში. შენს გულს ხმალი გააპობს. შემდეგი. რა ქვია? იოსებ ელიასი. საიდან ხარ? ესკელონიდან. მონეტები აიღე. რა ქვია? ასბარ ზადიფი. რამდენი შვილი გყავს? 7, ეს ყველაზე პატარაა. რამდენი წლისაა? 3-ის. წადი, 7 მონეტა. ჩემი მეუღლე ვერ მოვიდა, ავადა. მისთვისაც მოგცემთ მონეტას. რა მონეტა? რეგისტრაციის დამამტკიცებელი. მასზე იმპერატორის სახეა გამოსახული.
სპეციალური ბრძანება. ყველა ახალდაბადებულის სახელი გვჭირდება. ახალდაბადებულის მათი სახელები ჩაიწერე. რა თქვა? ყველა ახალდაბადებულის სახელი სჭირდება. რა შეჭირდებათ მათი სახელები? მათთან კამათი არ ღირს. გააკეთე რასაც გეუბნებიან. მოიცადე. ნუ გეშინიათ. სად არის ბავშვი? მის სანახავად დიდი გზა გამოვიარეთ. ეს ისრაელის მეფეა, რომელიც მსოფლიოს სოდვებისგან განწმენს. არ ვიცოდი რას ვიპოვიდით საჯინიბოში. მეგონა ჩემი ძმები ცდებოდნენ, ახლა კი საკუთარი თვალით ვხედავ. სხვა ადგილი ვერ იქნებოდა. არა დიდებაში, არამედ მოგრძალებაში. მიიღეთ ეს მოგრძალებული წვენი, ჩვენი პატივისცემის ნიშნად. სურნელოვანი საკმეველი, დიდების ნიშნად. ოქრო. მეფური მართვისთვის. მირტი. აღმოსავლეთის ყველაზე ძვირფასი მცენარე და ყველაზე მწარე. და ახლა გაფრთხილების სიტყვა. დატოვეთ ეს ადგილი რაც შეიძლება მალე. ჰეროდეს ჯარისკაცები გამოგყვნენ. იმედი აქვთ, რომ თქვენამდე მოვლენ. იცის მისი დაბადების შესახებ. მოძებნის ბავშვს და მოკლავს. ეგვიპტეში წადით. დიდი ხნით არ მოგიწევთ. ჰეროდეს დღეები დათვლილია. უცხოელებმა კვლავ გადაგვეთეს ჩემი საზღვარი. დიახ, თქვენო უდიდებულესობა. მაგრამ ბავშვი ჯერ კიდევ აქ იქნება. მოკალით ყველა ბიჭი 1 წლამდე. არა, 2 წლამდე. აჯობებს უდანაშაულო დაისაჯოს, ვიდრე დამნაშავე გადარჩეს. დამნაშავე? თქვენო უდიდებულესობა, ბავშვი? საშოს დანაშაული, ვარსკვლავის დანაშაული. მე მათ ვარსკვლავებს ჩავაკრობ, სისხლში ამოვსური. ეს ჩემი სამყაროა, მას ჩვილთან არ გავიღობ. ორი მეფე ვერ იქნება.
ახალდაბადებულს მორიელივით გავსრეს. იცით რა არის ნამდვილი მეფის ნიშანი? გამბედაობა. ებრაულ წინასწარმეტყველებაშიც კი ეს წერია. ძველ პერგამენტზე. ახლა ბეთლემში წადით. მე ისტორია შევქმენი. დახოცეთ, მაგრამ მეფეო, დახოცეთ. დახოცეთ. ყველა დახოცეთ. ხელი გაუშვით ჩემ შულ სიცხიან უმკვლელებო. მკვლელებო, მკვლელებო. ახსრულდა ის, რაც იერემიას წინასწარმეტყველებაში ეწერა. ისმის კოდების, ტირილის, ქვითინის ხმა. შობლები საკუთარ შვილებს დასტირიან. ასეც უნდა იყოს. ისინი ხომ აღარ არიან. მეფე ჰეროდე მოკვდა თავის სოდვებთან ერთად. უფლისგან მიტოვებული, რომლის წინაშეც მეფეთა ამპარტავნება არაფერია. უფალს ვერ უარყოფ. ოლის შემძლე მეფეს, მამას, მშვიდობის პრინცს. თუმცა ტირანიისგან ვერ გავთავისუფლდებით, რომ მეფეს თავისი ვაჟებისგან აარჩევს და ტვირთი კიდევ დამძიმდება. მაგრამ უნდა გამაგრდეთ. უფალი არ მიგვატოვებს. ის ხსნელს გამოგვიგზავნის, რომლის მმართველობაც სამარადში ამოიქნება. მისი სამეფო ვერ განადგურდება.
წამოდი. შეხედე. ხედავ? ნაზარეთი. ჩვენ იქ ვიცხოვრებთ. შეისმინე, ო ისრაელ. ჩვენ მხოლოდ ერთი ღმერთი გვყავს. დალოცვილი იყოს მისი სამეფოს დიდება, სამუდამო. დაგულოცე უფალო მთელი შენი გულით, სულითა და ძალით. და ეს სიტყვები შენს გულამდე მოვიდეს. ამინ. ამინ. ადამიანი, რომელმაც თავისი საქმე იცის, მეფეზე მაღლა დგას. ჩვენ საქმეს უფალი აფასებს. ამას ხეზე. ხაზის გასავლებად ვიყენებთ, სანამ მოვჭრით. სახაზავს კი სწორი ხაზის გასავლებად. უფალმა წესები მოგცა სწორი ცხოვრებისათვის. უფალმა ხეთს მოგცა და ადამიანი თავის უნარით, რომელიც უფლისგან მიიღო, მას სხვადასხვა დანიშნულებას უძებნის. ხანდახან კარგ დანიშნულებას. ბორბალი, გუთანი, კიბე. თითქოს მარტივია, მაგრამ უფლისგან გვაქვს ბოძებული. ხანდახან კიბეს 60-მდე ავყავართ. იოსებ, ხომ მითხარი გუთანი მზად იქნებაო? მოვდივარ. მუშაობა გააგრძელე. ეს რა არის? შეხედე. რა გააკეთე? შენ ხომ სხვანაირს დამპირდი? არა, ამით ვერ ვიმუშავებ. რამდენიმე დღის წინ უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ არ არის. არა, შვილო. დალოცე უფალო ის, ვინც ჩვენ თორა მოგცა. უფალი წინ გაგიძღვებათ. იყავით ძლიერნი, გამბედავნი. არაფრის გეშინოდეთ. უფალი თქვენთან იქნება. ის არ მიგატოვებთ. ამინ. ახლა ნამდვილი მამაკაცი ხარ იესო იოსებისა. ახალი მოზარდი წევრი. შენ უფლება მოიპოვე, რომ სკიპტრა წაიკითხო. ეს შენი მემკვიდრეობაა. მაგრამ გახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა ისმის მაშინ, როდესაც ნათელია, მაშინ, როდესაც წყდიადი და დევნაა. და ეკითხულობდე ბედნიერების დროს. ამინ. უფალმა დაგლოცოს და უფალმა აკურთხოს ჩვენი ბიჭი.
რომაელები. ძმებო, შვიდად. რომაელები მოვიდნენ. ებრაული პური ყველაფერს ჯობია. ვინ გიბრძანათ? კაპტენ არმუსმა. არმია უნდა გამოიყვებოს. იერუსალიმამდე კი დიდი გზაა, მაგრამ გალილეა არ არის რომელთა ტერიტორია. მთელი მსოფლიო რომისაა. თავი დაანებე. იერუსალიმში ბევრს შეხვდები ასეც. მათ ზილოტები ეწოდებათ, შეშლილი. რელიგიური ფანატიკოსები არიან. დაიმახსოვრეთ. რომაელთა არმია ბანდიტების დაჯგუფება არ არის. შენაირებს კი თავის დროზე გავუსწორდებით. წავედით. ღვთის რისხვა დაგატყდებათ, სისხლიანო მკვლელებო. კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ უფალო? რამდენ ხანს? დაგვეხმარე. უფალმა მიგვატოვა. რამდენ ხანს? რამდენ ხანს? შეხედე, იერუსალიმე. ეს ბატკანია. ლაქის ნიშნის გარეშე. ეს არ არის საკმარისი ჩვენი უფლისთვის. მისთვის მლოცველის გული უფრო მნიშვნელოვანია. გახსოვთ, რა თქვა მეფე სოლომონმა ტაძრის აგების შემდეგ.
იდგა უფლის ტაძართან. ხელები გაშალა და თქვა: შეძლებს იამაყოს უფალმა თავისი ქმნილები დედამიწაზე. 64. დიდებული 64-ც კი ვერ დაიტევს შენს დიდებულებას. ასეთივე პატარა ეს სახლი, რომელიც მიაგიშენე. მიიღე ლოცვა შენი მსახურის. გადმოხედე მოწყალე თვალით ამ სახლს. და შენმა სახლმა ჩემი სახელი ატაროს. შვილო, ყველგან გეძებდით. რატომ ეძებდით ყველგან? არ იცოდით, რომ მამა ჩემის სახლში მიპოვიდით? უფალო, დაუბერდი. სად არის შენი დანაპირები? წინასწარმეტყველებაში რომ ეწერა. უთხარი იერუსალიმს. სიკეთეს. უთხარი, რომ მათი ტანჯვა დასრულდა. მათი საზღაური გადახდილია. მშვიდობა მალე დადგება. და გაისმოდეს ეს სიტყვები მთის წვერიდან. სწავლება ნათელია. დაელოდე ჩემს პრინცს, ის განწმენს გზას ჩემს წინაშე. უფალი თავის ტაძარში მოვა. უფალი თავის ტაძარში მოვა. უფლის პრინცის კი აქ არის. გალილეველებს ეგონათ, რომ უკანონობის სიღრმე ნახეს, როდესაც მათ მიწებს ჰეროდე მართავდა. მაგრამ ახლა მისი შვილი, მემკვიდრე ჰეროდე ანტიპა, ახალი პრინცი, აგრძელებს მამის ცოდვებს. უფალს არისხებს. ის მოსეს კანონს უარყოფს. ის საკუთარი ძმის ცოლზე დაქორწინდა. ეს დაუშვებელია. ყველანი მისი ცოდვების გამო დავიტანჯებით. დაცვა, დაიკავეთ ადგილები. გზავნილი მეფეს. მეფეო, ის აქ არის, ნათლისმცემელი. აქ არის. მერე? რა მერე? მერე? თავი დაანებეთ. განაგრძეთ. რა უნდა გააკეთოს? ამ უდაბნოშია რამდენიმე წელია და ლოცულობს. ხალხს ვერ ააჯანყებს. ის თავისთვის არაფერს ითხოვს. უნდა რომ ყველა მისნაირი იყოს. რადგან საქორწინო დღესასწაული დასრულებულია. ნებას მივცემ სასახლეში იქადაგოს. საკუთარი ყურით მოისმენს. შესანიშნავია. მიხარია, რომ ვიღაც მაინც არის შესანიშნავი იუდეაში. ჰეროდე, კანონში ნათლად წერია. საკუთარი ძმის ცოლს მაშინ მოიყვან, როდესაც შენი ძმა მკვდარია და არა მის სიცოცხლეში. ჰეროდიასი, შენი ძმის, ფილიპის მეუღლეა. ფილიპი კი ცოცხალია. მინახავს შენი მრუშობა და შენი სისაძაგლეები. გაუშვი ეს ქალი შენს ძმასთან.
რატომ აძლევ ამდენის უფლებას? ჩვენ გულმოწყალეები უნდა ვიყოთ. ჩვენი ქორწინების დღეს. შენი ძალაუფლების არ მეშინია, ჰეროდ ანტიპას. თუ არ გაგაფრთხილებ, ცოდვის მორევი ჩაგითრევს. უფალი კი მე მომკითხავს შენს სიცოცხლეს. სწრაფად სასახლეში. მოინანიეთ. მოინანიეთ. უფალი დაგლოცავთ. მოინანიეთ. მოინანიეთ. ძმებო, შეგვიძლია ეს ადამიანი გამოვიყენოთ. ის ჰეროდ ანტიპას ესხმის თავს, ისრაელზე ფიქრობს. დარწმუნებული ნუ იქნები. წინასწარმეტყველება გვეუბნება, რომ უფალზე ვიფიქროთ. ჩვენც, მაგრამ გვინდა რომ ხალხი იქ წავიყანოთ, სადაც შევძლებთ. ხო, მაგრამ ზილოტებს გვინდა რომ უფლის ძალა დედამიწაზე ვიხილოთ, რომაელებს რომ მამარცხებს. განა ეს უნდა იოანეს. დრო მოვიდა. ღვთიური სასამართლოს დღე დადგა. მოინანიეთ, რომ შეცვალოთ ცხოვრება. ყოველი ველი განადიდებს. ყოველი მთაი მოიდრეკს ქედს. გასწორდება დახვეული გზა. უხეში კი დარბილდება. უფალმა ბაბილონიდან გამოგიშვათ, მაგრამ მაინც უღალატეთ. ახლა კი გაფრთხილებთ. გთხოვთ, გთხოვთ. მე ერთადერთი ღმერთი ვარ. თქვენ კი იაკობის შვილები. თქვენ ჩემი რჯული უარყავით. თუ კი დამიბრუნდებით, მეც დაგიბრუნდებით. არ გეგონოთ, რომ ტაძრებში სიარული ან მსხვერპლს შეწირვა გადაგარჩენთ. უფალს არ სჭირდება მსხვერპლი. არ მჭირდება ცხრის სისხლი. მსხვერპლი, რომელსაც უფალი მოითხოვს, თქვენი სინანულია. თქვენი სინანული. მოინანიეთ. ღმერთს არ ჭირდება სისხლი. არ ჭირდება მსხვერპლი. თქვენი სინანული უნდა. რა გავაკეთოთ, რომ გადავრჩეთ? ცხოვრება შეცვალეთ. ახლავე. უფალმა თქვა, რომ ჩემი გზები არ არის თქვენი. რატომ საუბრობ მონანიებაზე, რომელიც არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის როგორია? ჩვენც ისევე მივყვებით კანონებს როგორც ჩვენ. ჩვენ აბრაამის შვილები ვართ. კანონს ყოველთვის ვიცავდით. თქვენ, ვისაც თავი მართლები გონიათ, მოიტანეთ ნაყოფი მონანიების ნიშნად. არ გეგონოთ, რომ აბრაამი თქვენი მამა იყო და ეს გადაგარჩენთ. უფალს ნებისმიერი ქვისგან შეუძლია აბრაამის შვილი შექმნას. ფარიზის კარგად გიცნობთ, იერუსალიმში დაბრუნდი. მოგუნათლე, შენ წინასწარმეტყველი ხარ, იოანე. გნათლავთ წყლით. განიწმინდები. და მზად იქნები ღვთის სასუფეველში დასამკვიდრებლად. მიიღეთ ეს წმინდა შუქი. გადამარჩინე, იოანე, მე შევწოდე. შემიწყალე, იოანე, ცოდვილი ვარ. და აი ამ წყალმა თქვენი ცოდვები განწმინდოს. ცოდვილი ვარ, იოანე. მე ცოდვილი ვარ, გადამარჩინე. და აი ამ წყალმა განწმინდოს თქვენი ცოდვები. მურუშო, მურუშო, ისრაელის სირცხვილო, დაუბრუნდი შენს მეუღლეს. იოანე, ამისთვის პასუხს აგებ. აუცილებლად აგებ. ერთ ნაბიჯსაც ვერ ვდგამ, რომ არ მოვისმინო ის, რასაც ძილოტები ამბობენ. ერთ დღესაც ქვებით ჩამქოლავენ. ეს გინდა?
არა, ჩემო საყვარელო. აღიარე, დაიღალე ჩემგან. არა. შენ ჩემი ქალიშვილით ხარ შეპყრობილი. სალომეთი. სისულელეა. გიყვარს. ის ბავშვია. ღორო. მატყუარა. შიშარა. არ ვარ შიშარა. მაშინ დაამტკიცე. მინდა რომ წინასწარმეტყველი დასაჯო. მოითხოვ? მოითხოვ? ეს ძლიერი სიტყვაა, ჩემო საყვარელო. დაიმახსოვრე. იოანე მართალია. მოსეს რჯულის მიხედვით ჩვენ შევწოდეთ. მოდი. შევწოდეთ. სოდვას განვაგრძობთ. ეს კი სასიამოვნოა. რომ წმინდოდეს, ვერაფერს ვიზამ, სანამ გალილეველების მიწაზე არ დაადგამს ფეხს. შემდეგ კი ციხეში მოვისური. მოინანიე. ცოტა უდენი მონანიება არაფერს უზამს, არა? თანაც ამას თავად ქადაგებს. რაბი, სანჰედრინმა გამოგზავნა იერუსალიმიდან, სადაც უამრავი მეგობარი ჰყავს. ისინი მიხვდნენ, რატომ ვერ შეძელი ტაძარში მისვლა. არასწორი იქნება თუ კი საკუთარ მისიას ერთი დღით მაინც მიატოვებ. მოწვევის მიზეზი ერთი მარტივი შეკითხვა იყო, ვინ ხარ? ჯერ გეტყვით, ვინ არ ვარ? მე არ ვარ მესია. მაგრამ ის მალე მოვა. მას ვინ ხარ? მე ხმა ვარ, რომელიც უდაბნოში ქვითინებს. უფლის სახელით. თუ კი არც მესია ხარ და არც წინასწარმეტყველი, ვისი სახელით გადაგებ? მისი სახელით, ვინც ჩემს შემდეგ მოვა. ვის ფეხსაცმელსაც მე ვერ მოვირგებ. მე გნათლავთ წყლით, მაგრამ ის სული წმიდითა და ცეცხლით მოგნათლავთ. ის როზგით განწმენს სოდვილ მიწას. And with it he will cleanse the threshing floor.